Ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი UNESCO-ს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად იქნა აღიარებული. ამასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მეღვინეობა ხარებას ინიციატივით ჩატარდა. საზეიმო მიღება სახელმწიფო ანსამბლმა ბასიანმა მრავალჟამიერით გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ტურისტულ კომპლექს გვირაბში გამართული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ცნობილი ქართველი რეჟისორის მერაბ კოჩაშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც, რომელიც ქართული ქვევრის ღვინის წარმოებას ეძღვნება. ღონისძიებას მთავრობასა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. Ლოცო ყვარელს, კახეთს, ყველა ქართველს, რომ ის განსაკუთრებულობა რაც ჩვენში არის, დღეს ამას ვზეიმობთ, დღეს ვზეიმობთ იმას, რომ იუნესკომ ქვევში ღვინის დაყენება შეიტანა თავის არამატერიალურ სოფლის კაცობრიობის არამატერიალურ ძეგლთა სიაში. ეს არის ჩვენთვის ძალიან სასიხარულო. დღეს გაიმართა ქართული ქვევრის ღვინის სადმე მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. იცით რომ სულ ცოტა ხნის წინ იუნესკოს მიერ ნომინირებული იქნა ქართული ქვევრის ღვინო როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია საერთოდ ყველა ქართველისთვის. დამატებით პასუხისმგებლობის გვანის გვაფისრებს ეს.